დილამშვიდობის. მოგესალმებით. პირველ რიგში მიხარია რომ ხვდებით ერთმანეთს და მიხარია რომ ვისაუბრებთ ასევე ისეთ მნიშვნელოვან და საკმაოდ გავრცელებულ პრობლემაზე, როგორც არის ატოპიური დერმატიტი და მოდი დავიწყოთ პირდაპირ არ დავკარგოთ ჩვენ ძვირფას საეთერო დრო და დავიწყოთ იმით, თავდაპირველად რა არის ატოპიური დერმატიტი, როგორ ვითარდება ის, საიდან წარმოიქმნება და რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე. კიდევ ერთხელ სალამი და მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მიხარია თქვენი ნახვა კვლავ. მას ატოპიური დერმატიტი, რომელიც ზამთრის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად აქტუალური ხდება ხოლმე, კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება გახლავთ, რომლის მთავარი მიზეზი არის ცილაფილაგრინის დეფიციტი კანში. ეს ცილაფილაგრინი არის განსაკუთრებული ცილა, რომელიც ხელს უწყობს წყლის დაკავებას კანში და შესაბამისად, როდესაც არის მისი დეფიციტი, აი ეს პრობლემა დგება, რის გამოც არის ის სიმპტომები, რომელსაც თქვენ უკვე ისაუბრეთ, ეს არის კანის სიმშრალე, სიწითლე, აქერცვა და ყველაზე მთავარი და შემაწუხებელი ეს არის ქაველი, რომელიც პატარა პაციენტებს ხშირად აწუხებთ, არა მარტო მათ რასაკვირველია, ოღონდ პატარები, ჩვილები მაგალითად ამას ჭირვეულობით, ტირილით გამოხატავენ ხოლმე. კანზე მიმდინარე სხვადასხვა დაავადება დავარქვათ, ან სიმპტომი შეიძლება ძალიან გავდეს ბევრი რამ ერთმანეთს. აი კონკრეტულად ატოპიური დერმატიტი როგორ ვითარდება, როგორ ვლინდება და რა ნიშნებით განვასხვაოთ ის სხვა დაავადებებისგან, რომელიც ვითარდება სწორედ კანზე. დიახ, კანის აქერცვა, სიწითლე, სხვა დაავადებებსაც შეიძლება ახასიათებდეს, თუმცა დამახასიათებელი არის აი ეს შემაწუხებელი ქავილი, რომლითაც ატოპური დერმატიტის განსხვავება შეგვიძლია სხვა დაავადებებისაგან. ვითარდება ძალიან ესე ბავშვობის ასაკიდან, მეტწილად, ჩვილობის ასაკიდან იწყება ხოლმე და გამოვლინდება ის საყვარელი ადგილები აქვს კანის გაღიზიანებას. რომელი საყვარელი ადგილები? ეს ადრეულ ასაკში ჩვილებში არის მეტწილად ლოყები, შეიძლება იყოს კიდურებზეც. უფრო მოგვიანებით საყვარელი ადგილები ატოპური დერმატიტის ხდება მომხრელი კიდურების მომხრელი ზედაპირები, თქვა დიდაყვები, მუხქვეშა ფოსოები და წარმოიქმნება ხოლმე სიწითლე, წარმოიქმნება ესეთი მკვეთრი ქერქები შეიძლება, კანის სიმშრალე, აქერცვა, რაც დამახასიათებელია ამ დაავადებისთვის. საკმაოდ შემაწუხებელი სიმპტომატიკა. ჩვენ ვიცით არაერთი დაავადება, რომელსაც საერთოდაც არ სჭირდება მკურნალობა და თავისთავად შეიძლება აალაგდეს ის, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ატოპიურ დერმატიტს არ მივაქცევთ ყურადღებას და არ ჩავთავთ მკურნალობის გარკვეულ გზებს, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ბავშვი თუ მოზარდი? პირველ რიგში მინდა ვთქვა დამაიმედებელი რამ, რომ ძალიან ხშირად ატოპური დერმატიტი ადრეული ასაკის შემდეგ, გავლის შემდეგ 4-5 წლისთვის ხშირად სრულდება ხოლმე, ვინაიდან აი ამ ცილის დეფიციტი თუ იქ რაიმე მუტაცია არ არის, ივსება და ეს პრობლემა ქრება. თუმცა სამწუხაროდ ის შეიძლება მოზრდილობისასაც გაგრძელდეს და მეტიც ის შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული ატოპური მარშის პირველი საფეხური და მას მოჰყვეს ალერგიული დაავადებები. ამიტომაც საყურადღებო არის ეს დაავადება ამ მხრივ, რაც შეეხება მკურნალობას. პირველი რაც ირღვევა ამ დროს ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი, ხომ ხედავ აქერცილ კანს, არამედ ეს არის შემაწუხებელი რამ, რომელიც არღვევს ბავშვის და მოზრდილის ცხოვრების ხარისხს. ამიტომ აუცილებელია კანის დარბილება და ქავილის მოხსნა. ეს კი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვუვლით კანს სწორად და გვაქვს შესაბამისი მოვლის საშუალებები, დამარბილებელი, დამატენიანებელი და არ დაგვაუწყდეს, რომ როდესაც დატენიანებაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ახსენდებათ კრემები, მალამოები, ბალზამები, მაგრამ ყველაფერი დაბანით იწყება და შესაბამისად უნდა შეირჩეს აუცილებლად დასაბანი, შესაბამისი ატოპური მშრალი კანისთვის განკუთვნილი საშუალება, რომელიც შეიცავს ლიპიდებს, დამატენიანებელ ფაქტორებს. ასევე მინდა ვთქვა, რომ არ უნდა იყოს წყლის ტემპერატურა მაღალი, 37-38 გრადუსზე მაღალი, ხანგრძლივი აბაზანა არა და დამატენიანებელი კრემი უნდა დავიტანოთ დაბანიდან, აი ჯერ კიდევ ნოტიო კანზე დავიტანოთ აუცილებლად. აი როგორ უნდა მართოთ უკვე ეს ატოპიური დერმატიტი და ვთქვათ იგივე რა მოვლის საშუალებები უნდა ჩავრთოთ, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ასევე რომელი კომპონენტებით უნდა იყოს გაჯერებული და გაჟღენთილი ეს პროდუქტები, ამის შესახებ უკვე სოფო თავად მოგვახსენებს. მოდი დავიწყოთ იმ პროდუქტების გაცნობა ჩვენი ტელემაყურებლისთვის, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს სტუდიაში, მით უმეტეს ამ ბრენდს საკმაოდ კარგად იცნობს ავერსის ერთგული მომხმარებელი და მოდი მივყვეთ თანმიმდევრულად რა საფეხურების გავლა, ასე ვთქვათ, საჭირო იმ შემთხვევაში თუ მოზარდს ან იგივე ზრდასრულ ადამიანს ან ჩვილს ატოპიური დერმატიტი აწუხებს.
მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ. ნორევას ქსეროდიანეს ხაზი ფორმულები შექმნილია სპეციალურად მშრალი და ძალიან მშრალი ტიპის კანისთვის. ის უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, დამშვიდებას, რაც მთლიანობაში კანის ბუნებრივი თავდაცვითი ფუნქციის გაძლიერებას უწყობს ხელს. ფორმულები მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე. ქალბატონმა თამარმა ისაუბრა, რომ ატოპიური დერმატიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ცილა ფილაგრინის დაკარგვა. ზუსტად ქსეროდიანეს ხაზი უზრუნველყოფს კანის ცილა ფილაგრინით შევსებას და ასევე გამდიდრებულია ისეთი დამატენიანებელი ინგრედიენტებით, როგორიც არის მაგალითად გლიცერინი, ომეგა-3-მოვანი მჟავები და ბუნებრივი დამატენიანებელი ეთერზეთები, რაც მთლიანობაში კანის კვებას, დატენიანებას და ბარიერის გაძლიერებას უწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა პროდუქტი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სახეზე, ასევე სხეულზე. მოდით ახლა ჩვენ აქ რამოდენიმე პროდუქტი გვაქვს წარმოდგენილი და თითოეული ჩავშალოთ, რომელი რისთვის არის განკუთვნილი, რადგან მოგვეხსენება კანის ტიპი განსხვავებულია, როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში და შესაბამისად მიდგომებიც და აი ეს შეთავაზებებიც მრავალფეროვანი. დავიწყოთ მაგალითად პირველით დავიწყოთ კანის დამატენიანებელი კრემით, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სახეზე, ასევე სხეულზე, გამდიდრებულია გლიცერინით და ინკაინჩის ზეთით, რაც კანის მომენტალურ დატენიანებას, დამშვიდებას და ქავილის მოხსნას უწყობს ხელს. ეს დამატენიანებელი კრემი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სახეზე, ასევე სხეულზე. მეორე პროდუქტი ეს არის უკვე ეგზიანეს ბალზამი, თუ ატოპიური დერმატიტი გამწვავებულია, მკვეთრი ქავილით მიმდინარეობს, თან ახლავს სიწითლე და გაღიზიანება, მაშინ უმჯობესია ეგზიანეს დამატენიანებელი ბალზამის გამოყენება, რადგან კანის უფრო ძლიერი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და მომენტალურად ხსნის ქავილს. მესამე პროდუქტი ქსეროდიანეს ხაზიდან, რომელიც შედარებით პატარა შეფუთვით არის, ხშირ შემთხვევაში ატოპიურ დერმატიტს თან ახლავს სიწითლესთან ერთად გაღიზიანება, იმიტომ რომ ქავილით მიმდინარე დაავადება შეიძლება მაგალითად ნაკეცებშიც კანი უფრო მეტად გაღიზიანდეს. კონკრეტულად ეს პროდუქტი გამდიდრებულია თუთით, რაც კანზე ბაქტერიების შემცირებას უწყობს ხელს, ანუ ანტიბაქტერიული მოქმედებით გამოირჩევა და კანის ძლიერი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ეს არის უკვე ძირითადი პროდუქტები, რითიც შეგვიძლია ჩვენი კანი დავიტენიანოთ. ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორად შერჩეულ დასაბან საშუალებებს. დასაბანი საშუალებები არ უნდა შეიცავდეს საპონს, ანუ არ უნდა უშრობდეს კანს. ჩვენი კანის ბუნებრივი თავდაცვითი ფუნქციის გაძლიერებას უნდა უწყობდეს ხელს. ეს ყველაფერი კომბინაციაში უნდა იყოს, ხო? კომბინაციაში კი, თუ ჩვენ სწორად არ შევარჩევთ დასაბან საშუალებებს, მე როგორი ძლიერი დამატენიანებელი კრემიც არ უნდა გამოვიყენოთ, ფაქტიურად იმ ეფექტს ვანახევრებთ და ვკარგავთ. შესაბამისად, დასაბანი ზეთი უკვე ნიშნავს იმას, რომ კანის ინტენსიური მკვებავი მოქმედება აქვს, ზეთი გამოიყენება როგორც სახაზე, ასევე სხეულზე, როგორც დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ნაზი გამწმენდი პროდუქტი. და ჩვენ ვთქვით, რომ ბრენდი გამოირჩევა მრავალფეროვანი ასორტიმენტით, ტექსტურების მიხედვით. ზეთის გარდა აქვს დასაბანი კრემგელი, დასაბანი კრემგელიც დაბანის პროცესშივე კანის ინტენსიურ დატენიანებას და დამშვიდებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ფორმულები არის ზეთის და კრემგელის, ანუ არ არის გელის სტრუქტურის, მაინც სიღრმისეულად ასუფთავებს კალს და კანის მაქსიმალურ ტენიანობას უწყობს ხელს. თამარ, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ატოპიური დერმატიტის მართვის ერთგვარ ტექნიკებზე, ხო? და როგორც მივხვდი, ეს საკმაოდ მრავალსაფეხურიან, ასე ვთქვათ, რუტინას, პაციენტის მხრიდან ჩართულობას, მობილიზებას მოითხოვს. არის კი საჭირო ეს თანმიმდევრულობა, ასე ვთქვათ, აი ნებისმიერ პროდუქტთან მიმართებაში, რომელიც ახლა სოფომ გაგვიზიარა და გაგვაცნო. აუცილებელია, რომ ვთქვათ, აი ამ გარკვეულ წესებს და რუტინას მივყვეთ? აუცილებელია თაკო, იმიტომ რომ ყველაფერი იწყება დაბანით, რასაკვირველია და დაბანის შემდეგ დატენიანებთ. ეს დატენიანება შეიძლება იყოს დღეში ერთხელ, მაგრამ შეიძლება იყოს რამდენჯერმე. გააჩნია კანის სტრუქტურას, დაავადების როგორი სიმწვავით მიმდინარეობს და კიდევ ერთი გარდა მოვლის საშუალებებისა არის სიტუაცია, როდესაც ჭირდება მედიკამენტი. ეს მედიკამენტი მეტწილად არის ხოლმე ადგილობრივი მოქმედების ჰორმონები, სტეროიდები და სხვა მსგავსი პრეპარატები. ოღონდ ეს ყველა შემთხვევაში არ იხმარება, მაგრამ ყველა შემთხვევაში იხმარება დატენიანება. ამის გარეშე ატოპური დერმატიტის მართვა და მკურნალობა უბრალოდ არ არსებობს.
საინტერესოა ზოგადად რა იწვევს ატოპიურ დერმატიტს. დავუშვათ, შესაძლებელია კონდეს იგივე გენეტიკური განწყობა, თუ უბრალოდ კანის ბარიერის დარღვევა. კარგი კითხვა. დიახ, ეს არის ცილაფილაგრინის დეფიციტი, რომელიც რა თქმა უნდა წინასწარ განწყობა აქვს შეიძლება მოქმედებდეს და ამით იყოს გამოწვეული, იყოს გენეტიკური მუტაციით განპირობებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ფაქტორები, რომელსაც შეუძლია გაამწვავოს ეს მდგომარეობა. რა ფაქტორები ესენი, რაც ამწვავებს თქვათ ატოპიურ დერმატიტს? ეს შეიძლება იყოს გარემო ფაქტორები, თქვათ სიცივე, აი ზამთრის პერიოდში უჭირთ ხოლმე. ეს არის მაგალითად პირიქით მზის ზემოქმედებით შესაძლებელია მოხდეს გამწვავება, თუმცა ზოგს პირიქით მზის ზემოქმედებით უკეთესი სიტუაცია აქვს. შეიძლება იყოს მაგალითად ნებისმიერი სუნამო, რომელმაც შეიძლება გააღიზიანოს კანი. ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს საკვები. აი სუნამოსთან მიმართებაში თუ დააკვირდებით და გქონიათ ასეთ საშუალებებთან შეხება, არც ერთ მაღალი ხარისხის საშუალებას არ აქვს სუნამო დამატებული აბსოლუტურად ესეთი ინგრედიენტების სუნს იგზნობთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ერთ-ერთი გამომწვავებელი შეიძლება სწორედ აი ეს იყოს ფაქტორი. ამიტომ ატოპური დერმატიტის დროს აი ამ გამომწვავებელი ფაქტორების თავიდან აცილება არის ხოლმე შესაძლებელი. თამარ, იმ შემთხვევაში თუ ჩვილობის ასაკში მშობელმა შენიშნა, რომ ბავშვს თქვათ აღენიშნება ატოპიური დერმატიტი, რომელიც მისთვის საკმაოდ შემაწუხებელია და თქვათ გარკვეულ ასე თქვათ მოვლის საშუალებებს იგივე მიიმართა, მასთან გამკლავების გზები კარგად მოიკვლია. არის თუ არა შესაძლებელი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დღის წესრიგში ატოპიური დერმატიტი აღარ დადგეს და იგივე მშობელმა იზრუნოს იმაზე, რომ ამ საპრევენციო ერთგვარი გზებით და საშუალებებით ზრდასრულ ასაკში მაგალითად ეს პრობლემა დღის წესრიგში საერთოდ დიახ, აუცილებლად, როგორც თქვი, ეს არის ქრონიკული დაავადება, მორეციდივე დაავადება, ანუ პერიოდული გამწვავებები ახასიათებს მას და შესაბამისად გამწვავებების რისკი კლებულობს და სიხშირე კლებულობს თუ სწორად ვუვლით კანს. ანუ აი მოვლის საშუალებაში, როგორც ახლა ვთქვათ, ნორევა გვაქვს აქ, უნდა იყოს დამატენიანებელი ფაქტორები, რომელსაც წყალი შეაქვს კანში, ვთქვათ, ჰიალურონი მაგალითად, სხვა ფაქტორებიც გვაქვს აქ და პლუს ცხიმები, რომელიც ხელს უშლის აი ამ სითხის გაცემას. იგივე ომეგა-3, ომეგა-6, ომეგა-9 ცხიმოვანი მჟავების შეასკარაკი და აი ეს ინგრედიენტები, რომელიც დაიცავს კანის ბარიერულ ფუნქციას აამაღლებს. ერთგვარი არა მხოლოდ საპრევენციო, არამედ მკურნალობის გზებიც არის ამ შემთხვევაში მოვლის სწორი საშუალება. დიახ, ეს შეამცირებს გამწვავებების რისკს და ცხოვრების ხარისხი რასაკვირველია იქნება უკეთესი. კაპიტან თამარ, კანზე მიმდინარე გარკვეული პრობლემები, რომელიც გამოვლინდება ხოლმე და ესე ვიზუალურად თვალნათელია ყველასთვის, რაღაცნაირად კითხვის ნიშნებს იწვევს ხოლმე ძალიან ბევრში, ისმის კითხვა გადამდებია თუ არა. ჩვენ ვიცით ამ კითხვაზე პასუხი თავისთავად ცხადია, მაგრამ შესაძლოა ბევრ ადამიანს დააინტერესოს რამდენად გადამდებია ან არ არის გადამდები ატოპური დერმატიტი? არა, საბედნიეროდ არა, ატოპური დერმატიტი არ გახლავთ არანაირად გადამდები, ამიტომ ასეთ ბავშვებთან თუ მოზრდილებთან კონტაქტი, კანთან კონტაქტი რასაკვირველია საშიში არ არის. და ერთადერთი შეკითხვა ბრენდთან დაკავშირებით, რა ასაკიდან არის რეკომენდებული, რომ გამოვიყენოთ ის, ან ჩვილობის ასაკიდან თუ თქვათ დადგა დღის წესრიგში ატოპიური დერმატიტი, შეიძლება რომ თქვათ ის ჩავრთოთ მოვლის საშუალებებს შორის. გამომდინარე იქიდან, რომ ატოპიური დერმატიტის მკურნალობის და შემდგომ პერიოდში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორად შერჩეულ მოვლის საშუალებებს, ნორევას ქსეროდიანეს ხაზზე გამოიყენება ახალშობილობიდან, ჩვილობის ასაკიდან, თუ უკვე შევამჩნევთ ჩვენ შვილს ამ პრობლემას, უსაფრთხოა პროდუქტები და შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ როგორც დასაბანი, ასევე დამატენიანებელი საშუალებები. უღრმესი მადლობა, მოკლედ ყველა საჭირო ინფორმაციით მობილიზებულები ვართ. აღარ გვეშინია ატოპიური დერმატიტის, მით უმეტეს რომ აი ესეთი თანამედროვე მკურნალობის საშუალებები არსებობს დღეს ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, მთელ მსოფლიოში. უღრმესი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ მომხდარებისთვის.